მე ვარ ჯიპას პროფესიული მიმართულების სტუდენტი, ჩვენ ვსწავლობთ განახლებადი ენერგიების მენეჯმენტს და შესაბამისად ჰიდროენერგია ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ჩვენი პროგრამის. პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცათ აგვეთვალიერებინა 3 მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტი. ეს არის ყველაზე დიდი მასშტაბური პროექტი, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოს პერიოდში აშენდა. და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართულ ენერგეტიკაში. 100-ჯერ გაგონილს ერთხელ ნანახის ჯობია და ზუსტად ამავე პრინციპით ძალიან საინტერესო იყო, როდესაც ადგილზე შეგვეძლო გვენახა როგორც სათავე ნაგებობა, ისევე გამშვები პუნქტი და თვითონ ენერგეტიკული კვანძი სადაც მდებარეობს. ამ წუთას მაგალითად ვიმყოფებით დიდაჭარის კაშხალზე, სადაც არის შედარებით წყალუხვობა და შესაძლებლობა გვაქვს ვნახოთ როგორ ჩაედინება წყალიც. ანუ ესეც საკმაოდ საინტერესო სანახავია, არა მარტო პროფესიულად საინტერესო, ვიზუალურადაც ძალიან შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელია. ასევე მნიშვნელოვანი იყო და ვიზუალურად შთამბეჭდავი, შედარებით უფრო პატარა, მაგრამ ამავე კომპლექსის ნაწილის ხალთის ჰესი, სადაც შეგვიძლია გენერატორები და მთელი ეს ჰიდროენერგეტიკის სტრუქტურა ძალიან პატარა სივრცეში დავინახოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ეს პრაქტიკა, რადგან თვალსაჩინოდ შეგვეძლო დაგვენახა ის, რასაც მანამდე ვთქვათ, თეორიულად სწავლობდით, ან სხვა პატარა ჰესების მაგალითს ვნახულობდით და ასევე ძალიან კარგი იყო თვითონ ტრენინგი, რომელიც აქ არსებულმა პერსონალმა ჩაგვიტარა და მოგცვა საშუალება უფრო დეტალურად და კარგად გაგვეგოთ თითოეული ამოწყობილობის მოქმედება და შინაარსი. It's a proud moment of sharing our activities. These are some of the activities that we carry out in the social region. In this Ajarian region, when we talk about women empowerment, there are many projects that we have even uploaded on the sites. And these are all videos which are available both on LinkedIn and all social media. დღეს ჯიპას განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის პროფესიული სტუდენტები იმყოფებიან შუახევის ესზე. შუახევის ესზე ვიზიტი დაგეგმილი არის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების ვიზიტს ჰიდროელექტროსადგურებზე და ჰიდროელექტროსადგურის ნაგებობების და ტექნიკური დეტალების გაცნობას. დავათვალიერეთ უშუალოდ საგენერატორო, სამართავი ფარი, ტურბინები, გენერატორები და ასევე ვიყავით ხალთა ჰესზე. ეს ორივე ჰესი არის ერთი საერთო სისტემა, რომლის დადგმული სიმძლავრე არის 187 მეგავატი. ასევე ვიმყოფებოდით შუახევის და სათახესის ჰიდროელექტროსადგურების სათავე ნაგებობაზეც, რომელიც წარმოადგენს თვითონ ჰიდროელექტროსადგურის მთავარ ნაგებობას. პრაქტიკის პერიოდში სტუდენტებთან ერთად ვიმყოფებოდნენ შუახევის ჰესის ტექნიკური პერსონალი, რომლებიც დეტალურად უხსნიდნენ ნაგებობის პარამეტრებს და ასევე მათ მუშაობის პრინციპებს. დღევანდელი პრაქტიკული გამოცდილება პროფესიულ სტუდენტებს დაეხმარებათ თავიანთი საომავლო საქმის უკეთესად წარმართვაში. დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი კომპანიისთვის. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან, კონკრეტულად განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის პროგრამასთან და მოხარული ვართ, რომ შუახევი ჰესი შეირჩა როგორც მათი პრაქტიკის ობიექტი. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ გაცნობოდნენ შუახევი ჰესის ყველა მნიშვნელოვან ობიექტს. ჩვენ მუდმივად თან მივყვებით ყველა იმ პროგრესს, რომელიც მსოფლიოში ვითარდება და ვცდილობთ ყოველწლიურად დავგეგმოთ ახალი მიდგომები, ახალი ტექნოლოგიები და მზად ვართ ეს ცოდნა გავუზიაროთ როგორც სტუდენტებს, ასევე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, რადგან მიგვაჩნია, რომ განახლებადი ენერგიების მნიშვნელობის შესახებ ცოდნის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.